ახლა მედია წიგნიერების ჰაკათონის დაჯილდოვებაზე ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული გუნდების ვინაობას სულ მალე გავიგებთ. მაგრამ მანამდე წინა დღეების ამბავს მოგიყვებით და გეტყვით, რომ ჰაკათონის მონაწილეებმა მენტორებთან ერთად 2 დღის განმავლობაში საკუთარი პროდუქტების დახვეწაზე აქტიურ რეჟიმში იმუშავეს. გადამზადდნენ ისეთ საკითხებშიც, როგორებიცაა იდეის შემოწმება, პროტოტიპის შექმნა და ტესტირება. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს 10 გუნდი მაქსიმალურად მოემზადა და ახლა უკვე ჟიურის თავიანთ ნაშრომებს აცნობენ. სანამ ჟიური ფიქრობს, გეტყვით, რომ წლევანდელი ჰაკათონის ძირითადი თემებია ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, ციფრული წიგნიერება და კიბერუსაფრთხოება. მონაწილეების სტარტაპ იდეებიც სწორედ ამ თემების გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრას უნდა ეხმიანებოდეს. და აი ისიც პირველი ადგილი გუნდმა ლიანებმა მოიპოვა, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს ყოველდღიურ კომუნიკაციას უმარტივებს. მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა მეტამორფოზამ, რომელმაც მოზარდებისთვის ციფრული წიგნიერების სახალისო გზით სწავლების მიზნით კომპიუტერული თამაში შექმნა. მესამე ადგილი კი 404 Cruise ერგო, რომელიც აკადემიური სივრცის წარმომადგენლებს AI მხარდაჭერას სთავაზობს. მედია წიგნიერების ჰაკათონს კომკომი და მედიალობი მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში ყოველწლიურად ატარებენ, რომელიც სტარტაპერებს, საინტერესო იდეებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აერთიანებს.